საით მიბრძანდება გალბატონო? ზღვაზე? ზღვაზე. კარგად იყავი. იცოცხლე. ამბაკო ბიჭო. შენ გეცოდინება ეს ზღვა შორს. ბოლშევიკებს ხომ არ გაუწევია? ვითომ რატომ უნდა გაეწიათ? ჩემი ჯინისათვის. ქაუდა თავის ხალხს მაია სული არ მოხდა და იქნებ ამ გზამ ბოლო მოუღოს. მას გან არ ვიცი რაც ბრძანდებით. ნუ გეშინია აქ არის. ორივე თვალით შეხედე და გაიხარე. მითხარი ამბაკო, ძალიან გიყვარს ჩემი დაფინო. დაფინო გაგვიხვია პაპიროსი. ძალიან გიყვარს მეთქი ბიჭო დაფინო. ამბაკოს? იმას ღვთისმყრომა ქალბატონო. გაუკეთე მეთქი გიბრძანებ. არ გაუკეთებ? ყალიონი აქვს. არ მოგწონ ვარ დაფი. მიწაკი გაგისკდა. გათავდა მგონი ჩვენი ტანჯვაც დაფინო. აბა ერთი იქით გაიხედე. ზღვა ქალბატონო. მოვედით, მადლობა ღმერთს. დაფინო, ასე რამ გაგახარა? იმან რომ მოვედით ქალბატონო.
უკანასკნელად ბონდო რომ ნახე, რა დამაბარავ მითხარი, კარგად არ მახსოვს, მომაგონე. ან იქ დაგხვდები თუ ან მეორე-მესამე დღეს ჩამოვალო. ასე თქვა დაგხვდებითო თუ დავხვდებიო. დაგხვდებიო, ქალბატონო, შემეშალე. მეტი რა გელაპარაკა? მეტი არაფერი. არ წაგეხუმრა? ბატონ ბონდოს ხუმრობა უყვარს. ხო და როგორ წაგეხუმრა მეთქი? აქ ორი თითი წამითოთ. ხო და მე რა მოხდა, რა გითხრა მაშინ? ის გლეხის წუნკალი ბიჭი ამბაკო რომ ქვია. სხვაზედაც თუ დახვდა უთუოდ შემომაკვდებაო. შენი საზრით რა უნდა და რომ ამით ეთქვა? მე რა ვიცი, ქალბატონო. ტყუი გველის ტიტილავ. საბრალო ჩემი გოგონა. პაპატია დამნაშავე ვარ. დააყენი ხარები ამბაკო. ჩემი სალამი თავდისასული. აჰა. მოიცი ჩემო მამაზე, მოგეხმარები. ბონდო. მაი. შენთვის მუშტარი მყავს სამხარაგო ამბაბა. კარგ ფულს მოგცემს თუ ხვალდილი თვე წაიყვან. არა ძალიან. ამბაკო ჩემთან დარჩება. ამბაკო ჩემთან დარჩება ბოლომდის. ბონდო. ჯერ კიდევ ვერ მიხვდე რომ მაგათი დრო გეწასულია. იცოდე დაფი. შენს გულისთვის დამოვყევი ამათ. თორე ვიცი ესენი რა შვილებიც არიან. ვფიქრობ მაგაზე ამბაკო. საცაა ღამისთევა დაიწყება, კუდიანები იცეკვებენ. ხალხი სიმღერით გააგდებს კუდიანებს. შენ ხომ არ გინახავს ღამისთევა. დღეს ნახავ და ყველაფერი დაგავიწყო. არა დაფი. ყველაფერი არა. დიდი ლურჯი სხვა. ჩემი საყვარელი სხვა. და შენც ჩემთან ხარ. ასე ვიყოთ მარტო, სულ ერთად. სხვა, რომელიც დიდია და ლურჯი. შენ, რომელიც მზე ხარ ჩემი ცხოვრების და მე, რომელსაც მწყურია შენი სითბო. ასე ვიყოთ სამნი, სულ ერთად. სხვა, შენ და მე. დაგავიწყდა სათვალავში ერთიც ჩაგეგდა. ვინ? რას ამბობ ბონდო? რას ამბობ მეთქი ბონდო? ვინ და ამბაკო მეურვე? ბოლომდე ჩემთან აქ დარჩებაო რომ იბრძანე, სხვა ვინ იქნებოდა? მე მაინც სამსვლელი ვარ და რა გაეცხოვა და ის იყოს. როგორ თუ წამსვლელი? რევგონს ჩემი ცხენუნაგირი ყავს ერთ თვეზე მეტია. ახლა უნდა მივაგითხო. ჩემზე იყოს რჩეული ცხენუნაგირი. ოღონდ ნუ წახვალ. ბაბატია, მაგრამ არ შემიძლია, უსათოდ უნდა წავიდე. შენ არ წახვალ აქედან ბონდო. ცხენუნაგირი დამეკარგება. ჩემზე იყოს აკი გითხარი. ის დრო წავიდა თავადის ქალო, როცა გეშოვებოდა. შენი სიყვარული ყველა საჩუქარს მირჩევნია მაი. მაშ არ წახვალ ხომ? ხოლო ორი დღიდან უნდა მიჯავრდე. შენი მოღალატე ვიყო თუ დროზე არ დაბრუნდე. რომ არ დაბრუნდე. ბონდო. მომიახლოვდი ყური მათხოვე მინდა რაღაც გითხრა.
საცაა ღამისთევა დაიწყება. დარჩი და შენ სიდუმალს სურვილს აგისრულე. გინდა აგისრულო მეთქი. გულს უთხარი მე არა. აშ დარჩი და დაფინო დამით. თავადის ქალი მაია, ხედა, თავადის ქალი მაია. რას მოვესწარით? არ გიკვირს სად მოსულა? უცქირე როგორი ყოფილა. გამიგონია მის კვალზე სიკვდილი დაიარებაო. ახალ მთავრობას თურმე ყველაფერი ჩამოუთმევია და აღარაფერი გააჩნიაო. არაფერი გააჩნიო. ხელის თითებს დააკვირდით ერთი. ყველას გიყიდის. ვინ თქვა მოხუცდაო. გამარატყობა. ისე წავლებს ხმაროსტელი და როგორც ამბობენ თილისმაც უნდა გქონდეს ხნიერობის წინააღმდეგ. რას ამბობ? რას? ბოლშევიკი კი რომ ხარ? მერერა. ჩვენ ზაბრას კი არა. ნამდვილ უძმიდურებს ვებრძვით. კუდიანების ღამეა ეს ღამე ბონდო. და შენც ისე გიჭირავს თავი თითქოს როკაბმა სასიკვდილოდ დაგდაღაო. კუდიანების ღამეა ეს ღამე და თქვი რა გსურს რომ აგისრულო. ასე ნუ მოგიწყენია. მე თავი მტკივა. მომეცინება წავიდე გარავში და დავისვა. ვიცი რაც ადგივარი გაწუხებს. გინდა მოგარჩინო. ხუმრობის გონებაზე ვერავარ მაინც. ხომ გითხარი ამ ხამეს ყველაფერი შესაძლებელია მეთქი. გარდა ერთი რამის. რას გულისხმობ ამ ერთ რამეში? ჩემს დაპირებას ხომ არას თქვი ნუ გერიდება. ძალიან მინდა რომ გაგახარო. ხანოშტობისა. უნდა წავიდე. ავად გახდა. ბონდო. წადი ბონდო. ჩემს კარავში წადი, ნება მომიცი. ჩემს ლოგინში დაწეკი. მომლელს გამოგიგზავნი მოგარჩას. შეში ნუ გავს. მაშინ მაინც მიხვდი თუ რა დიდია მაიას სიყვარული შენდამი. წადი. ლოდინი არ დაგჭირდება. Yeah.
დაფინო, ცივა. შენი შალი უფრო თბილია, მომეცი ჩქარა. ახლა წადი და იქ კოცონთან დამელოდე. ხელშია ჩემი სიცოცხლე. გინდა დამარჩენ, გინდა მომკლავ. დაბი. ეს ხუმრობა იყო ბონდო. ესეთ ხუმრობა არ მზავს. გეხუმრე მეთქი სულელ. შენ კი შეურაცხავ თავადის ქალი მაია, რომელმაც პატიება არ იცის. ნუ მელაპარაკები ასე მაია. არ შემიძლია. კარგია რომ კარავში ბნელა და შენ სახეს ვერ ვხედა. მე კიდევ შენსას, ქალბატონო. შენ ჩემთვისაც გითქვამს გინდა დამარჩენ და გინდა მომკლავო. მერე? ეს ხვებისგანაც მქონია ეგუფლება მონიჭებული და მისარგებლია კიდაც. ჩემთან ვეღარ ისარგებლებ, დაგაგვიანდა. განწირვისათვის ყველა დრო ერთია, მაგრამ გამათენებინე იქნებ თხემჭრილობა მომიშუშოს. კარგი, ნუ ღალავ. ჩემი ადგილი ამ აღამიდან დაფინოსათვის დამიტნი. მაგრამ ბონდო როცა ამ განაჩენის სისრულეში მოყვანი საათი დარეკავს, მომიგონე მე და ეს ამბავი, რომელიც ამ კარავში ჩვენ შორის მოხდა. შენი შალი კარავში დარჩა, ლოგინზე. გაიქეცი და მომერბენი. ახლა რა ქალბატონო? გითხარი რომ ლოგინზე დამრჩა მეთქი. კი, ქალბატონო. აშკარგი. წადი. ასია გადაწყვეტილი. ამბაკო ხარ ბიჭო მართლა თუ მეჩვენებ.
ამბაკოვა, ვერ მიცანი? დაფინო რა იქნა? რა დაწყობილია ბედის წერის კანონები ჩემო ამბაკო. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. დაფინო აღარ შეიქნა და კარავში წავიდა. შენც წადი იქნება რამე სჭირი. რა მოუვიდე? კაცი ალბათ. წავალ დავხილოთ. ივარგე ჩემო ამბაკო. იცოდე ივარგე. მოკლა. სამი ტვით. მაშ მოკლა. ეს სხვა დღეს რა რიგ მაშინებს და რა შევწირო რომ არ მაშინებდეს. ეს ბეჭდები შემრჩა მხოლოდ და სამაჯური. მათ თვლებში ჩემი ბედის ყველა საფეხური აღბეჭდილი. და სიცოცხლე და სიკვდილი იმდენი ვაშკაცისა. რამდენი ცხელზე ბეჭედი მაქვს და სამაჯური. ამ სამაჯურით მე დავინიშნე სულ პირველად დაფინო. როცა შენი ხნისა ვიყავი. აფხაზი იყო ჩემი საქმრო, სახელად ჰაიდბეი, გვარად ჯაჯბა. მე მას არ ვიცნობდი, ამბობდნენ ხამით მთვარეს გავსო, დღისით მზესა. დღე დაინიშნა ქორწინებისა. წამოვიდა ჰაიდბეი, ბრწყინვალე ჩაჩბა ოდიშისაკენ. მაგრამ დაფინო ორი დამიგდე. მე ის როგორც მანამდე შემდეგშიაც აღარ მინახავს. მამამ უბრძანა ოდიშის მთავარს ვეფხი ჩიჩვა სტუმარ შეხვედროდა. ვეფხი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო, ჩვენ ჩუმად გვიყვარდა ერთმანეთი. და არავინ იცის თუ როგორ მოხდა, 500 კაცის თვალწინ დინარეში დაიღუპა ჩემი თავადი, ჰაიდბეი ჩაჩბა. ამ სამაჯურის ზღვას ვწირა. აიმე. ეს ბეჭედი დაფინო, ოდიშის თავადს ვეფხი ჩიჩვას ეკუთვნის. მე ის მიყვარდა. მაგრამ მე სხვას უყვარდი და იმ სხვამ ვერ აიტანა რომ მე ვეფხი მიყვარდა და მოკლედ. აჰა, ესეც სხვას გქონდეს. უიმე ქალბატონო.
ის სხვა რომელმაც ჩიჩუა მოჰკლა ნამდვილად სხვა კი არა ჩემიანი ნათესავი იყო ის მძულდა გარწმუნებდა იგი მოჰკლა ლაკადელმა აზნაურმა ჩემი სიყვარულისათვის აჰა ესეც სხვას გქონდეს ხედავ როგორ დაწყნარდა სხვა მომყევი დაფი ნუ გეშინი Mama, mama, kibira, nana, skimitsada, na. უკვე დრო ავიბანაო ჩემო დაკეთო ძალიან შორს მიდიხარ, ქალბატონო. ზღვის სიღრმე აქ საშიშია. მე სიღრმეს ვეძებ. ზღვის სიღრმეს რომ სულ დამმალო, სულ დამფაროს. დაბრუნება შორია, ქალბატონო. რატომ? აქ ხომ კარგია. მაგრამ თავსაკრავი რომ არ წამოგიღია. ტკივილი ვიცი თუ თავი შეხვეული არ მაქვს. დაბრუნდი მომირბენინე. დაბრუნდი მეთქი გესმის. გამარჯობა. გამარჯობა, დიათედო. უყურშა. გაგიმარჯობ, შვილო. შეშადრე გიშოვია, დიათედო. შაშანდელია, შვილო. საით გაგიწევი? ზემოთ მივდივარ, სახურავად.
მორიგე ხარ? ხო, ყოველ კვირა დღეს უნდა ვიმორიგეო. მას კვირაობით შენი იმედით ვიქნები. ახტეგენა, მოდი. ახტეგენა, ვინა გაბრაზა. ახტეგენა, რანა სახურავზე მიხარ? ხო, მორიგევარ. ვინ მორიგეობს შენთან? არ ვიცი. ახტეგენა. დამაცადე ზურიკო, თუ დაგიჭირე შავ დღეს დაგაგა. აბა დავიჭირი. ეხლა არ ამცალი. ჩემთვის როდის მოიწლი? შენთვის მალე მოვიცე. უშა. თანცარ. დიდი ხანია მოხვედი ლევან. არც ისე. მე რომ დავიდიანე. არა უშავს. გაჭე კიდე იყავი შენ. დაინე, გადავარდები. მეტი ჩო, არ გადავარდე. მართლა? ეხლა ჩვენ რა გვევალება, რა უნდა ვაკეთოთ? ცას უწყიროთ. წამოწოლინებ. მე ასე უკეთესად უმცირ ცას. რაღაც წამოწოლინი ბუშაკი ვის გავყია, თანაც ხართედოზე წამოწოლინი. იქნებ შედამაც არ შეიძლება. გონიჩ, თომაც არ შეიძლება. მაშ ცხენებით ფეხზე ვიდგეთ? რა მაღალი ხარ, ლევან. მე შენ რა? მე არაფერი. ეგრეცია ბიჭო. რა ვიცი, გაიხ. აქედან რა კარგად მოჩას ჩვენი სკოლა. გახსოვს იქ ჩვენი კლასი იყო. კი, როგორ არა. ეხლა რაფაზე დაჭრილების ხედავ. ხედავ ერთს თავი აქვს შეხვეული. ხედავ. რა გაყვირებს, ლეო? რას გელაპარაკებოდნენ დაჭრილები? შენზე მითხეს კარგი გოგოაო. კიდევ კარგი გითხრეს. თუ დაუჯერე. რა სიჩუმეა. არ მეგონა თუ აქ ასეთი სიჩუმე იქნებოდა. ხო, სიმშვიდეა. არა, სიმშვიდე სხვა. აქ სიჩუმეა. ისე მიხაროდა აქ მოსვლა. ვიფიქრე ლევანს ნახავ მეთქი. ვისაუბრებთ მეთქი. თითქმის ამითვე არ მინახი ხარ. ანდა როგორ გნახავდი? დილით ქარხანაში ხარ, ღამით სკოლაში. შემდეგ კვირას აღარ გამიხარდება აქ მოსვლა. მე არც ამ კვირას მიხარობდა. ის რომ ცოდნოდა რომ შენც მორიგეობდი, ალბათ. რა ალბათ? იცი რა, არ გეწყინოს ნანა. არ წამოვიდოდი. რატომ? ბევრი ლაპარაკის თავი არ მქონდა. გალე ბევრი ვილაპარაკე? მარც ის. რა ხანასია, თავს აღარ შეგაწყვე. ნანა. არაფერი, კატა დავახტა. ტრეც ეპარებოდა და დავახტა. მე მეგონა პუმბარა გასკდა მეთქი.
მე კი მეგონა შენ წავა. გინდა დაგიკერო. ნახე რა კარგად დაგიკერო. მორიგეობას როცა მოვჭები ჩვენთან წავიდეთ. მე ჯერ პაპიროსი უნდა უყიდო დაჭრილებს. კარგი, ჯერ პაპიროსი უყიდე დაჭრილებს. მერე ჩვენთან წავიდეთ. ღირს კი დაგერება. პაპიროსი თუ მიუტანე დაჭრილებს. კი, მიუტანე. ჩემთან რატომ არ მოხვედი? იქიდან პურზე წავედი. დავეღალე და ჩამეცინა. ვასიკო, ვასიკო! ლევა ნახე რა სასაცილოა ვასიკო აქედან იხო იქ მიბაჭბაჭე. აბა რა საკეთე? მოიცა, ერთხელაც ვესრულო. არ გადავარდე. გესმის? ვაიმე. რა უნდა მესმოდეს? გესმის გუგუნი. თვითფრინავების გუგუნი. ვაიმე რა ვქნათ? ნუ გეშინი. ეს ჩვენი თვითფრინავებია. ეხლა დაიწყება შემოდგომის წვიმები. სულ შეება. დევა, რამე მოიტანე, მეზობლებს წყალი ჩაუვარდ, ჭერი ჩაენგრევა. კარგი, ეხლა მოიტანე. სვანტრედების სადღარი. რა ვიცი, ძველებურად ვეღარული, დამეკარგი. დევა, მე ვიცი შენ სულელი გოგოგონი ვარ და ალბათ გაცინება რომ გითხრა. რატომ გონია გამეცინება? ყვარებია ვინმე. ჩემ პაპიროს წერ. ო, ხანდახან გავაბოლებ ხოლმე. მე მიყვარს როცა ბიჭები პაპიროს წერენ. ლევან მითხარი რა. ყვარებია ვინმე. არა, შენა? არც მე. შენ ყვარები ხარ ვინმეს. არა მგონი. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის არავის არ უთქვამს. რატომ მეკითხები? ამას წინათ სკოლიდან ბრუნდებოდი. ვასიკო შემხვდა და გამომაცია. დიდი რამე გამოგაცია. მითხრა პირას კინოში წავიდე. დღეს უნდა წახვიდეთ? ხო, ასეს თქვა. მე შე რა უთხარი? მე უთხარი არც ძალიან მეტი. იმა რა გითხრა? მერე კინო აღარ უხსენებია. შენ გონია ვასიკოს უყვარ ხარ? თუმცა რა, შეიძლება უყვარდე კიდეც. რა ვიცი. ვასიკო ჩემზე 4 წლით უფროსია. ნუ თუ შეიძლება 4 წლით უფროს შეუყვარდე მე. ან მე შემიყვარდეს 4 წლით უფროსი.
როგორი ამინდი იქნება ნედავი დღეის წურს? ალბათ კარგი. დიდი დროა დღეის წურამდე. მთელი კვირა. როგორ მინდა მალე გავიდეს ეს კვირა. შენ ახარ? ყურშას ნუ ხარ დამიძახებ რა? რატომ ყურშა? ხებიც მეძახია. მე რომ ახტაჯანას მეძახით? შენ ახტაჯანა ხარ. ყველა მიწის რომ ახტაჯანა ხარ. ხო და ყველას ეცოდინება რომ ყურშა ხარ. შენი ძმა სად არის? რატომ იგია? არაფერი გაგიგია? არა. ლევანი ომში წავიდა. ომში? ხო, ომში. ბიჭები ამბობენ გვირი გახდებაო. როდის წავიდა? უხი. ლევანმა წელი დამიტოვა, მითხრა ნანას მიეციო. ან, ნანა, მაშინ ვერ გითხარი, რომ ფრონტზე მივდიოდი, ნახვამდის, ზურიკო, გინდა მე და შენ ერთად ვიმორიგებთ. ლევას მომცემე? მე მივალ კომედათან და ვეტყვი. ლევანის მაგივრად, ზურიკო მიმორიგოს მე. კარგი. წერილი გაუგზავნე ზედისედ და არც ერთის პასუხი არ მიმიღია. არც ჩვენ. ლევანმა იცის ტრედები რომ დაიგარგა. ხომ არ მიგიწერია? არა. ნურც მისწერა, შეიძლება იდარდოს. სად მიდიხარ, ზურიკო? ეზოში გადავიხედა. ნახავ, როგორ თამაშობენ ჩვენი ბიჭები. თუ გინდა შენ წადი და ითამაშე. რა თქვი? თუ გინდა შენ წადი და ითამაშე მეთქი. არა, დავრჩი. მე მხოლოდ ერთხელ გადავხედავ ბიჭებს და დაბრუნდი. კარგი? კარგი.
ხარ ახტაჯანა? შენ და ლევანი მარტო მორიგეობდი? ხო. სულ მარტო? რაზე მეკითხები? ისა, სხვანზე თურმე ბნელა. მერე? მერე ისა რომ ბნელის სხვანი მაინც ბნელი. ჯობია წადი ვასიკო. რატომ ახტაჯანა? არ გინდა ჩემთან მორიგეობ? წადი ვასიკო. ხელი გამიშვი. ეხლა უწადი აქედან. ყურშა? ადი. ურზე ვიყავი წასული, იმიტომ დამაგვიანდა. ფული ქონდა თუ ისესხეთ? დედა თამარას გამოვართვით. დედა როგორ არის? არ უმდგარა. ერთ წუთს მომიცადე ზურიკო. მიდი. მოიტა ქაღალ, ხარა. შეხედი ახტაჯანა. კაჩუნჯი ვინ შენი ახტაჯანა შეწია? ზიათედი. ლევანი ხომ თქვენ მიიყვანეთ სამუშაოზე? ხო. მეც მივიყვანეთ რა. მე შენ მუშაობისა რა იცი, შეახტაჯანა შენა. კარგი შვილი. თუ მართლა მიგიწევს გული სამუშაოთა, ხვალე მიგიყვან. მე ვიქნები შენი ოსტატი. კარგი, ხვალ დილით გამოგივლი. კარგი. ზიათედი. ასეთი რამე თუ შეიძლება მოხდეს. დაღუპვის ამბავი მოვიდეს და კაცი მაინც ცოცხალი დაბრუნდეს. ომში ყველაფერი ხდება შვილო. ასეთი ამბავი მეც მომივიდა 14 წელს. ხო. დედაჩემსაც ცნობა მოუვიდა რომ მას შენი შვილი დაიღუპაო. გათავდა ომი და დედაჩემსა ქრისტესავით გამოვეცხადა. მადლობა, ზიათედო. მართლა ლევანის ტრედებია. მე მოუვლი და ლევანს დავახვედრებ. ნანა, მე აღარ დაგიძახებ ახტაჯანა. შენ თუ გინდა ყურსა დამიძახე, მე არ მეწყინება. კარგი.
აქ როგორღაა საქმე? კარგად. კედელი მზადაა. დღეს მე შეიძლება მოხატვა. გამარჯობა. კარგი. ძალიან კარგი. ეს რა გიქნით? არ ვიცი. რა არის ბიჭო ეს? უყურე შენ? დედას გეფიჭებით, ჩემ ბრალი არ არის. შეთა. ეს რა მი? ვინ არის ეს ვაჟი? რა ვიცი მე ვინ არის? ამ ფლიდმა მომიყვანა. მითხრა, კარგი მღებავია და მეც ვენდე. იცი რაც გიზა? სარალს გასხვევინებ. და სასამართლოში ადგიჩივლებ. დიახ. ეგ თქვენი იმედი მქონდა. მეგონა მოგეწონებოდა. რა, ბიჭო. არ გადამრიო. ვის მოეტანება შეინაჭხაბი. მიდი ხარ. ასე იოლად ვერ გამეხტები. შენ გაჩვენებ, საი, გაჩვენებ. მეგობარო. ვინ არის ეს ვაჟი? რომელი? შენი ცივისედაც გეკითხები. ხატო არია. მე მღებავად რატომ მუშაობს? არ ვიცი. იმას მაინც ვერ მეტყვის სად ცხოვრობს. არ ვიცი. ჩემთან ხარ? მობზადე. არა. თქვენ ეკივი ვადაჭკორია გინდათ? უნივერმაგის დირექტორი. არა, ქალბატონო. მაშინიდან. მხატვარი. ზაზა ოჩიაური. დიახ. აი ცხოვრობს. მადლობთ. ზაზა სახლშია? ზაზა. არ მელოდით? ბოლოს და ბოლოს ხომ არ გაგიქცევით? თუ რომ ეიზარალეთ, შეგიძლიათ ხელფასიდან დამიკავოთ. მე მგონი სტუმარს ასე არ ხვდებიან. აპატიეთ. მობრძანთ. იცით, თქვენ ესკიზები... თქვენი ესკიზები მართალი გითხრათ მომეწონა, მაგრამ... ვიცი, ეგ სიტყვები პირველად არ მესმის. თქვენ ლაპარაკს არ მაცლით. აპატიეთ. თქვენთვის ადვილია თქვათ, მაგრამ ცნობილი არქიტექტორი ხართ. მე რა ვქნა? ყველგან ერთი და იგივეს მეუბნებიან. კარგია, მაგრამ სადიპლომო ნაშრომი ჩვენ მოგწონს, მაგრამ ხომ იცით, ახლა ფრესკები აღარავის სჭირდება. აპატიეთ, მეც აღარ შეგაწუხებთ.
მეცი თქვენი ესკიზები. მე მინდა რომ თქვენ მოხატოთ კედელი. ვიდრე მოხატვას დაიწყებდეთ ესკიზების სამართველოში უნდა დაამტკიცონ. ამას ალბათ დრო დასჭირდება. შენთვის არავის უთქვამს, თავი მოიკალე. აგი 7 საათიან სამუშაო დღეზე გადავედითო. 15 საათს მამუშაებ. რაზა, რამო რა? ოღონდ რუსუდანიც აღარ მოდი. როგორ გელოდით რუსუდან? თქვენ ხომ თქვით 7 საათზე მოვალ. ახლა როდის 15 წუთია. მართლა? არ მოგწონთ. არ მოგწონთ ხო? შენ იმასაც არ მართლი რომ მომეწონოს. მაშინ მოგწონთ. ეგი ისე მეშინოდა, თქვენი მეშინოდა. ჩემი? ნუ მელაპარაკები თქვენობით ზაზა. რატომღაც ვერ ვახერხებ. გესმის? თითქოს მშენებლობის ვაჟის ცემა. მეც ეგ ავიფიქრე. მართლა? ერთ თვეში მშენებლობა დასრულდება. ალბათ გიხარიათ. მიხარია. მაგრამ ხანდახან მგონია რაღაც მშორდება. არასა შენობა მთავრდება.
ერთი რამე მინდა გითხო ზაზა. რატომ მუშაობდი მღებავად? იმიტომ ხომ არა სადიპლომო რომ დაგიწუნეს. რა თქმა უნდა. ხომ უნდა მიარსება. შენ იმას არ ამბობ, რასაც ფიქრობ. ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ. მე მიყვარს დიდი კედლები. მიყვარს და თანაც მეშინია. მე შიშით მოვედი ამ კედლებთან. მინდა და შევჩვეოდი, გავშინაურებოდი. თვალი და მკლავი შემეჩვიე. არა, იმ განზრახვით არ მოვსულა, რომ მომეხადა. მაგრამ როცა ეს კედლები აღარ მაშინებდნენ, მაშინ გავბედე. დედავი ხლა რა დროა? ალბათ გვიანაა. თუ შეიძლება მე გაგაცილებთ. ზაზა სად არის? ალბათ გავიდა შესვენებაზე. ხო, სამმართველოდან მოდიან ფრესკის შესამოწმებლად. აჰა. მე შეგატყვი და დამწირება მხატვრობას. ვარლა. ზაზა. რუსუდან, რა კარგია რომ აქ ხართ. ვინ მოახვალ? როგორ გონიათ, მოეწონებათ? მე კი სულ ვშიშობ. რატომღაც მგონია რომ არ მოეწონებათ. რუსუდან, რატომ ხართ ჩუმად? ალბათ აღარ მოგწონთ, ხო? რა თქმა უნდა აღარ მოგწონთ.
რა შეესაკა? სად არის ფრესკა? მაბადიეთ, მე მალე დავბრუნდები. Çeceki. დღეს იყავით მშენებლობაზე. რატომ ეკითხები? ზოხალ ყველაფერი მოვშალე, რაც გავაკეთე ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ თქვენ არ მოგეწონათ. ვინ გითხრა რომ არ მომეწონა? თქვენ გუშინ. მე? რა გითხარი? რომ არ მოგწონთ. და მეც დავრწმუნდი. რაში დარწმუნდი? რაში? რომ ფრესკა არ ვარგოდო. რას ქვია დარწმუნდი? ან როგორ დარწმუნდი? მეც რომ მეთქვა, სხვებსაც. ნუ თუ თვითონ არ იცი რასაც აკეთებ. მაშ თქვენ მოგწონდათ. შენ ეგ არ იცოდი? აბა გუშინ. ნუ მეკითხები რა იყო გუშინ. აი გააჩერეთ. მეწავალ. მაპატიეთ რუსუდან მეწავალ. შენ მოხვალ მშენებლობაზე. ხვალვე. დაახლად მოხატავ კედელს. მე მინდა დავწმუნდე რომ არ შევწდი შენში. ზაზა. დარწმუნებული ვარ. თქვენ რომ გენახათ მისი ფრესკა, ნამდვილად მოგეწონებოდეთ. რა მოხდა? რატომ წაშალა მაგას ვერ აგიხსნით? მაგრამ მე ვიცი, ის ნამდვილი მხატვარია. და იამარცხის შემდეგ უფრო უკეთესად იმუშავებს. მე გთხოვთ, ეს უდიდესი თხოვნაა. თქვენ კიდევ ერთხელ უნდა მენდოთ. მე ვხედავ თქვენ არ გჯერათ ჩემი. მაგრამ მერწმუნეთ, ის შეძლებს კედლის მოხატვას. ეს თქვენი ზეიმია რუსუდან.
როგორ გავს ეს გოგონა შენ ფრესკას? ლელა ნუ მკითხა. არ გავწევი. გავიხსენე ახალგაზრდა და რუსუდან. გაიცენ. ეს ლელა. რა ლამაზიცა. ასეთი ცამი არასოდეს მინახავს.